გუშინ ჩამოვედი მაიამიდან და წარმოგიდგენიათ 50 გრადუსი არის განსხვავება ტემპერატურებში. იქ თუ იყო +25, აქ -25 იყო და მოვედი კიდევ აი ამ ადგილას, სადაც შენდება ეს შენობა, მინდა რომ პროგრესი დავინახოთ. ბატონო, ხით შენდება. ნაწილი არის ბეტონის, აგურის, ბლოკის, დანარჩენი არის ხით. ძალიან კარგადაც შენდება. აი ასე გამოიყურება მე რომ დამთავრდება. აი უკვე დაგეგმარებაც კი მარის აქ გამოსახული, ანუ ბინების და ასე შემდეგ და უკვე დაიწყეს გაქირავების პროცესი. გარშემო მოაპირკეთებენ. ჩვენივრად იქნება გაფორმებული ყველაფერი. კი, შიგნიდან იქნება ხის და ზოგი ქართველი რომ აკრიტიკებს ამერიკას. შეიძლება ერთმა ქარბორბალამ დაბეროს და ყველაფერი კარტონებივით წალეკოს, ესეც შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, შენდება ამერიკა, აგრძელებს მშენებლობას და ასე თუ ისე პროგრესი არ ჩერდება ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლებია, ხანძრებია, მიწისძვრებია, ჯანდაბა და დოზანა, რა ვიცი, ყველაფერი არის, მაგრამ მაინც აგრძელებს ამერიკა მშენებლობას. 25 გრადუსიან ყინვაში, 40 გრადუსიან სიცხეში, გრძელდება ცხოვრება. თქვენც ბედნიერ დღეს გისურვებთ. გახსოვთ, რამოდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ჩემი მდგმური გარდაიცვალა, ჩვენ წამოვიწყეთ ამ ბინის რემონტი და რემონტი როგორც იქნა დასრულდა. დღეს ეს ბინა გავაქირავე. ერთი დღეც არ იყო ბაზარზე, მხოლოდ ერთი დღით გამოვიტანე. რეკლამაშიც კი არ დამჭირვებია არაფერი. აი უბრალოდ ესე სწრაფად გაქირავდა. რამე თუ ჩვენს ქალაქში არის დიდი მოთხოვნილება ბინებზე. შემოსასვლელი, აქ არის სარეცხი და საშრობი მანქანა. შედარებით ძველი შენობაა, მაგრამ სადა და საკმაოდ კარგი შენობა გამოდგა ჩემთვის. დავამთავრეთ რემონტი. გამოვცვალეთ იატაკები, ხალიჩები, შევღებეთ. ყველაფერი გამოიყურება გადასარევად. მე მგონი კარგი გამოვიდა, ხო? ნუ მიახლოებით იგივე ზომისაა. როგორც მაიამიში. ნუ მაიამის აპარტამენტი რა თქმა უნდა ცოტა უფრო თანამედროვე იყო. ჩვენ აქ გარემონტებაში და ხელობაში და ასე შემდეგ დავხარჯეთ ალბათ $5,000 და აი დღეს გავაქირავე $1,000 თვეში. კიდევ ერთხელ საკუთრების კავშირი საიმიგრაციო საქმიანობასთან ან საიმიგრაციო სტატუსთან. არავითარი კავშირი არ არის ჩემოკარგებო ამ ორ სხვადასხვა საქმეს შორის. რამეთო, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ უძრავი ქონება, სადაც გნებავთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში აბსოლუტურად არავინ არ არის შეზღუდული შეიძინოს უძრავი ქონება, მაგრამ ეს არ იძლევა უფლებას რომ იცხოვროთ აქ. თუ რა თქმა უნდა ჩამოხვედით სპეციალური ვიზით, მე მგონი I3 თუ I5 ვიზა ქვია ამ ყველაფერს, შექმნით 10 სამუშაო ადგილი, დააბანდეთ მილიონზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და განავითარეთ მთელი საქმიანობა. ამ შემთხვევაში საიმიგრაციო ადვოკატების დახმარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ინვესტორთა ცხოვრების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ უძრავი ქონება, შეიძინოთ უძრავი ქონება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლება. ძალიან მაგარი სტატისტიკა მაქვს თქვენთვის. შეუძლია თუ არა უცხოელს შეიძინოს უძრავი ქონება ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეუძლია კი არა და 2023-2024 წლებში უცხოელებმა შეიძინეს 42 მილიარდის უძრავი ქონება. ეს მხოლოდ საცხოვრებელ სახლებს ეხება. საერთო ტრანზაქციების რაოდენობა იყო $2.1 ტრილიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 54,300 ტრანზაქცია უცხოელების მონაწილეობით. საშუალო სახლის შენაძენი იყო 475,000 და 50% მთელი ტრანზაქციების იყო ნაღდი ფულით, ანუ კრედიტის გამოყენების გარეშე. აქედან 45% მთელი შენაძენების იყო შენაძენი, რათა გამოეყენებინათ ეს უძრავი ქონება, როგორც
სააგარაკო უძრავი ქონება, ანუ დასასვენებელი უძრავი ქონება. ანუ ეს ხალხი არ ცხოვრობს აქ, მაგრამ მაინც უნდათ რომ კონდეთ სახლი ამერიკის შეერთებული შტატებში. აი ამ ხელან ნდობა არის ამერიკის შეერთებული შტატების უძრავი ქონების სექტორისადმი. 76% მთელი ტრანზაქციების იყო შენაძენი single family homes რომ იძახიან, აი ჩვეულებრივი სახლის, ხო? და 45% მთელი შენაძენების არ იყო დიდ ქალაქებში. ყოველ კვირას 1100-მდე ტრანზაქცია ტარდება უცხოელების მონაწილეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იძენენ ყოველ დღიურად.